ძველი დრო უნდა გაგახსენოთ და მოვამზადოთ ყველასთვის ცნობილი ნამცხვარი კაკლები. თასში ჩავტეხოთ 2 კვერცხი. დავამატებ წიკვი მარილი, 120 გრამი შაქარი. შაქარი შეგიძლია მეტიც დაამატოთ, მით უმეტეს თუ მთლიანი კაკლებს აწყობთ. კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავამატოთ ვანილი. 1 ჩაისკოვს სოდას ვამატებ 1 სუფრისკოვს ძმარს და სოდა რო გააქტიურდება, მერე დავამატოთ კვერცხის მასას. 200 გრამი კარაქი შევათბე დარბილებამდე და ისე დავამატე. ძმრის გამო კარაქი შეიძლება ცოტა აიჭრეს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. ვამატებთ 400 გრამ გაცრილ ფქვილს, ფქვილი აუცილებლად გაცილით. ფქვილი შეგიძლიათ ერთნაირადაც დაამატოთ და ხელით გადაზილოთ. მე ესე მიქსერით გადავზელავ, ჯერ ნაწილ ფქვილს ვამატებ, ბოლოს შევცვლი ცომსაზელით და ბოლომდე ასე მიქსერით მოვზელავ. ბევრი ზელვა არ უნდა, როგორც კი ფქვილი შეეზილება და გაერთიანდება ერთგვაროვან მასას მივიღებთ. უკვე საკმარისია და გადმოვიტან ცელოფანზე. გადავახვიოთ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში ან გრილ ადგილას 9 საათი მაინც. ეს ცომი შეგიძლიათ წინადღეთ მოზილოთ და მეორე დღეს გამოაცხოთ. მე 1 საათში უკვე გამოვიღე ცომი და გამოვაცხობ კაკლებს. ცომისგან ვაკეთებთ პატარა ბურთულებს. მე მაქვს 2 საცხობი ფორმა. ერთში წხვება მთლიანი კაკლები, მეორეში კაკლის ნახევარსფეროები. პირველად გამოვაცხოთ მთლიანი კაკლები. ამისთვის ცომი უნდა ავიღოთ 11 გრამი. ასეთ კაკლებს კრემი არ ესმევა, ამიტომ შუაგულში ჩავუდებ მოხალულ თხილს. შეგიძლიათ არც არაფერი ჩაუდოთ, ესეთი ბურთები დაამრგვალოთ, მივცეთ ცოტა წაგრძელებული ფორმა და ჩავალაგოთ ფორმაში. როგორც ხედავთ, ეს ფორმა ორივე მხარეს არის ჩაღრმავებული. ვავსებთ მხოლოდ ერთ მხარეს, ფორმა წინასწარ გავაცხელე, ცხიმი წაუსვი, ფქვილი მოვაყარე, ზედმეტი ფქვილი გადმოვფერთხე და მერეღა დავიწყე ცომის ბურთულების ჩალაგება. შევავსოთ მთლიანი ფორმა, გადმოვაფაროთ ფორმის მეორე ნახევარი და შემოვდგათ ცეცხლზე. მე გაზის ქურაზე ვაცხობ. ცალ მხარეს დავაცადოთ 1 წუთამდე და გადმოვატრიალოთ. ასე ვატრიალოთ დაახლოებით 5 წუთი. შეგვიძლია ოდნავ სახურავი ავხადოთ და ვნახოთ როგორ წვება ჩვენი კაკლები. კაკლების შეფერილობის მიხედვით ვიგებთ მზაობას. ჩემ კაკლებს დაჭირდა 10-12 წუთი. გადმოვდგათ და გადმოვიღოთ ფორმიდან. ფორმიდან ძალიან ადვილად გადმოდის, მივიღეთ აი ეს კაკლები, ზედმეტი თუ რამეათ, მაშინ აქვე გადავფხიკოთ დანის საშუალებით. ჩავალაგოთ ახალი ცომი და გამოვაწყოთ ანალოგიურად. მე ამ ცომით 2 პარტია მთლიანი კაკლებისა გამოვაცხე, სულ 32 ცალი. ასეთ კაკლებს კრემი არ ესმევა, გულში შეგვიძლია ჩავდოთ ნებისმიერი თხილეული. გამოდის ძალიან გემრიელი ორცხობილები. სილამაზისთვის მოვაყარე შაქრის ფხვნილი და ჩვენი კაკლები მზად არის. დარჩენილი ცომით გამოვაცხობ კაკლის ნახევარსფეროებს. ასეთი კაკლებით კრემით უნდა ამოვავსოთ. ასეთი კაკლებისთვის ცომს ფქვილი არ უნდა ეკლდეს. თუ ფქვილი აკლია, ის ფორმებიდან გადმოვა და ვერ მივიღებთ მყარ ნახევარსფეროებს. ამიტომ უმჯობესია ცოტა ფქვილში გადავზილოთ და მერე გავაკეთოთ ბურთები. ვაკეთებ 6-7 გრამიან ცომის ბურთებს. გაითვალისწინეთ, თუ თქვენ დენის საცხობი გაქვთ და ცოტა დიდი კაკლების ფორმებია, მეტი ცომი დაგჭირდებათ. ბურთულები ჩავალაგოთ ცალ მხარეს, როგორც ხედავთ, მეორე მხარე არის ამობურცული, სხვა ფორმა აქვს. შევავსოთ ცალი მხარე და გადმოვაფაროთ მეორე მხარე. შემოვდგათ და გამოვაცხოთ ანალოგიურად. ვაცხობთ ცეცხლზე ერთ მხარეს 1 წუთამდე, გადმოვატრიალებთ, მერე მეორე მხარეს გადმოვატრიალებთ და ასე ტრიალით ვაცხობთ ბოლომდე. შეგვიძლია ავხადოთ და ვნახოთ რა ფერისაა ჩვენი კაკლები და ისე განსაზღვროთ მზაობა. გადმოვიღებთ და გადმოვიტანოთ დაფაზე. თუ კაკლები ძალიან გადმოდის ფორმიდან
და თვითონ კაკლის ნახევარსფერო თხელია, ესე იგი ფქვილი აკლია ცომს და ცოტა ფქვილში გადაზილეთ. არც ის არის კარგი, თუ ნახევარსფეროს ცომი კარგად ვერ შეავსებთ და ვერ მივიღებთ სრულყოფილ კაკლის ნახევარსფეროებს. ამიტომ ეს ოქროს შუალედი თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. ასე ვაცხობთ ბოლომდე მთელ ცომს და მივიღეთ ასეთი კაკლები. კრემისთვის ვიყენებ 1 კილა 370 გრამ მოხარშულ შესქელებულ რძეს, რომელსაც დავამატე 100 გრამი კარაქი. კარგად გავთქვიფოთ ორივე და ვამატებ 60 ან 80 გრამ დაჭრილ ნიგოს. შეგიძლიათ თხილი დაამატოთ ან სხვა რომელიმე თხილეული. შევავსოთ კრემით ორივე ნახევარსფერო და დავაფაროთ ერთმანეთს. კრემი კარგად დაიჭერს. სანამ მე ამ კაკლებს შევავსებ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ, გააზიაროთ და აუცილებლად დაგვიკომენტარეთ, თქვენ აზრს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე შევავსე ყველა კაკალი და რადგან მე თავიდან გამოვაცხე მთლიანი კაკლები კრემის გარეშე, ცოტა კრემი მომრჩა. ისე ეს რაოდენობის კრემი სრულიად საკმარისია ამ ცომისთვის ნახევარსფეროები რო გამომეცხო მთელი ცომისგან. ასე რომ ეს ნიუანსის გაითვალისწინებთ კრემთან დაკავშირებით, მე კი შევავსე ყველა კაკალი და ჩვენი კრემიანი კაკლებიც უკვე მზად არის. შეგიძლიათ მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილიც. მე ვაცხობ ახლა საახალწლოს და შაქრის ფხვნილი ძალიან უხდება. აუცილებლად გამოაცხეთ, ეს ძალიან მარტივია და ძალიან გემრიელი კაკლები გამოდის. მე კი თქვენ ახლა დროებით დაგემშვიდობებით, ახალწლამდე კიდე შევხვდებით ძალიან საინტერესო ვიდეოთი. აქვე შემოგთავაზებთ იმ ვიდეო რეცეპტების მცირე ჩამონათვალს, რასაც ჩვენ არხზე შეხვდებით და დაგეხმარებათ თქვენი საახალწლო სუფრის მომზადებისთვის. პოლო რობსონის საუკეთესო რეცეპტი. ვიდეო რეცეპტის ბმული გამოჩნდება ახლა ეკრანზე და ერთი დაწყაპუნებით შეგიძლიათ გადახვიდეთ. დაჭრილი ნაპოლეონი, ასეთ რეცეპტს სხვაგან ვერ შეხვდებით. ნაპოლეონი მარტივი ფენოვანი ცომით. ამ ცომით შეგიძლიათ ხაჭაპურებით დააწყოთ. ფუმფულა იდეალი დასასხმელი ცომით. კლასიკური იდეალი. მედოკი დასასხმელი ცომით. ყველა ფოტოს თან ახლავს შესაბამისი ბმული და შეგიძლიათ გადახვიდებთ. კლასიკური მედოკი. ანიუტკა. ნამცხვარი ირისი, ეს ნამცხვარი ჩემი ფავორიტია. თაფლიანი დათუნია. ამ ყველა ნამცხვრის ბმული შეგიძლიათ მოიძიოთ ამ ვიდეოს აღწერაში. საახალწლო ტორტი, მარტივი გამოსაცხობი და ძალიან ეფექტური და გემრიელი. ჩეხური ფახლავა. რა თქმა უნდა, საუკეთესო საცივის რეცეპტი. ახალ წელს აუცილებლად ვამზადებთ ხინკალს, ყოველ შემთხვევაში მეორე დღეს მაინც. და ჩვენ გვაქვს ხინკლის საუკეთესო რეცეპტი არხზე. საუკეთესო სალათი ცეზარი. ეს ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვარს, ბევრი საუკეთესო რეცეპტი იძებნება ჩვენ არხზე, რაც გაგიადვილებთ საახალწლო სამზადისს.